კავშირის ოფისის ხელმძღვანელი. ძალიან საინტერესო კაცია, რომელიც დაკავშირებული იყო აფხაზეთთან თავის საქმიანობით, რომელიც იცნობს აფხაზებს, იცნობს პრობლემას და გულწრფელად გეტყვით, რომ იშვიათად არაქართველი ასე შეყვარებული ქართულ სახელმწიფოს. არაფერს ვამბობ იმ პოზიციაზე, რაც მას აქვს და როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი თანაყოფის ხელმძღვანელს, ზოგადად ევროკავშირს საქართველოსთან და ცივილიზებულ სამყაროს მესმის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. არა, მე ამას არ გულისხმობ. ეს აქსიომაა და თავისთავად ასეა. მაგრამ ყველა შეხედულება, ყველა პოზიცია, რომელიც აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც გაჟღერდა უნივერსიტეტში, საუნივერსიტეტო დიპლომატია. ის იდეა, რომელიც დაკავშირებულია რეგიონული თანამშრომლობის ახალ ფორმატთან, ახალ სამეზობლო პოლიტიკასთან, სამხრეთ კავკასიასთან, კონფლიქტის მშვიდობიანი გზის დარეგულირების რეალური მექანიზმი. მან დაინახა, რომ რეალობა პირველი შესაძლებლობა, ეს კი არ არის კონფლიქტის მოგვარების ფორმულა, არა, შესაძლებლობა, გაჩენა შესაძლებლობის, ამას აჩენს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ ჯანსაღი ნაწილი ქართული საზოგადოების ხელისუფლება, მოქმედი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციები ცალსახად იზიარებენ უნივერსიტეტის ინოვაციას და ხედვას.